განათლებაზე როცა ვლაპარაკობთ, არის მთავარი, რომ ყველასთვის იყოს თანაბარღად ხელმისაწვდომი. ხო, აი ეს არ უნდა იყოს სადაიბადე, შენ ოჯახს რამდენი შემოსავალი აქვს და ასე შემდეგ. მთავარია, რომ განსაკუთრებით დაწყებითი ზოგადი განათლება იყოს ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი და ეს არის ესეთი როგორც საბაზისო უფლება არის, რომ ყველას საქართველოს სამწუხაროდ ეს არ არის ხელმისაწვდომი და ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ ესე იგი ერთი რაღაცა PR კამპანია გაეკეთებინა და როგორც ყოველთვის საწინააღმდეგო გამოუვიდა, ხო რომ რეაბილიტაციის პროგრამა გააკეთა სკოლების, დაანგრია სკოლები და ვეღარ ააშენა. როგორც თბილისში, ისე ხო, ნუ აი მართლა სასაცილო არის, სატირალი რო არის, ხო? როგორც თბილისში, ისე მთელ საქართველოში არის დანგრეული სკოლები, რომლებიც ვერ შენდება. ეხლა ჩვენ რახან დასავლეთ საქართველოში ვართ, ხო? ეხლა აქ უამრავი არის ასეთივე სკოლა, აი წყალფორეთში მაგალითად 5 წელია უკვე ოდებიან სკოლას და 15 კილომეტრი დაყავთ, წარმოიდგინე ბავშვები 15 კილომეტრის დისტანციით დაყავთ სხვა სკოლაში და 5 წელია უკვე ეს ბავშვები ოდებიან და კიდე რამდენი ხანი მოუწევთ ამის ლოდინი ღმერთმა უწყის, ხო? ასევე საღანძილეში არის პრობლემა, ბევრ სკოლაში არის მოკლედ, ბევრი არის ასეთი ინფრასტრუქტურული პრობლემა. ანუ ერთი არის რომ განათლების ხარისხი არის თავისთავად პრობლემა, მეორე რომ საერთოდ ხელმისაწვდომი სკოლა ფიზიკურად აღარ არსებობს. აი ეს არის ის განათლების რეფორმა, რომელსაც ჩვენ უყურებთ. ახლა ქუთაისში წეღან ვიყავით, ხო ის მეოთხე სკოლაში და ნუ იქ საერთოდ საძირკველი ამოთხრილია რაღაცა. 2025 წლის ზაფხულში უნდა დასრულებულიყო. ეს ნიშნავს, რომ წლევანდელ წელს უკვე იქ ბავშვები უნდა სწავლობდნენ, მაგრამ საძირკველიც არაა ჩასხმული და წარმოიდგინე ახლა ცოტა უკან რო გადავახვიოთ, არსებობენ ბავშვები სკოლებში, რომელსაც პანდემიის გამო ჯერ სახლში მოუწიათ ყოფნა და მერე ასეთი არასერიოზული მიდგომის გამო ფაქტობრივად მის სკოლაში ბავშვები ჯერ არ ყოფილან. და ეს საბოლოო ჯამში სადღაც შედეგს აუცილებლად უარყოფით შედეგს აუცილებლად დადებს. კი და აი ამ დროს, როდესაც ჩვენ აი ამ ხელა პრობლემების წინაშე ვართ, ხო რომ პანდემია, შემდეგ ის დანგრეული სკოლები და ასე შემდეგ. ეხლა კიდე გვეუბნებიან 12 წელი სწავლა ზედმეტია და კიდე 11 წელი სწავლა და ფაქტიურად შედეგს ვიღებთ იმას, რომ აი მთელი ესე იგი თაობა ფაქტიურად სკოლის გარეშე გაიზრდება რა და ეს იქნება დამღუპველი როგორც ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ისე რა ვიცი, თითოეული ადამიანისთვის ეს არის ტრაგედია, იმიტომ რომ უამრავი სოციალურად დაუცველი ადამიანისთვის არის განათლება ერთადერთი შესაძლებლობა იმისთვის, რომ აი ამ ძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოვიდეს და აი ნუ აი რაც ხდება ხო ხედავთ. ახლა მე-7 სკოლასთან ვართ, რომელიც მათ შორის ხელისუფლებამ აღიარა, რომ რაღაც ვერ მოხდა ისე როგორც საჭირო იყო, თუმცა იმის მერე არაფერი შეცვლილა, არაფერი დამატებული არ არის და ეს ამ სკოლის ბავშვები ბევრი ხნის განმავლობაში აპროტესტებდნენ ამ ამბავს და ცხადია შეპირდნენ, მაგრამ ნახოთ რა იქნება, როდის დაუბრუნდება ამ სკოლას, ქალაქის ცენტრია, ბევრი ბავშვი სწავლობს, როდის დაუბრუნდება ის სიხალისე, რაც ბავშვების დროს არის და მე გული მწყდება იმაზე, რომ საერთოდ მეორე მხარეს არის გადადებული ბავშვების საუკეთესო ინტერესები და რას ემსახურება მათი ყველა გადაწყვეტილება. ხო, ძალიან სამწუხაროა, რომ იგივე სიტუაცია დაგვწა, არაფერი განსხვავებული ვიდრე სხვა რეგიონებში ან დედაქალაქში. ხო, ახლა კიდე წიფის სკოლა მახსენდება, რომელიც ფიზიკურად დანგრეული არ არის, მაგრამ რკინიგზა რო გადაიტანეს, ადამიანები ვეღარ მიდიან იქამდე. მასწავლებლებს უწევთ გადაჯდომა 1000 ტრანსპორტის გამოცვლა, ჯერ მატარებლით, მერე სამარშრუტო ტაქსით და მოკლედ აი კატასტროფა ხდება ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით და ამის გამოსწორების ერთადერთი საშუალება ჩემი აზრით არის ის, რომ საზოგადოება გახდეს უფრო აქტიური და ჩვენ მაგალითად სიტყვაზე პოლიტიკოსებმა გავაკეთოთ ის, რომ სწორად დავგეგმოთ ეს ყველაფერი, ყველა ეს ინფორმაცია ყველას წინასწარ უნდა ქონდეს მიწოდებული და ყველა აი წარმოიდგინე სკოლები დაანგრიეს და მერე გამოაცხადეს მშენებლობაზე ტენდერები და ზოგმა ანუ ეს ტენდერები ჩავარდა ან ზოგმა ვინც მოიგო ეს ტენდერი იმათმა ვერ განახორციელეს ნორმალურად და შესაბამისად ეს ბავშვები დარჩნენ ესე იგი განათლების გარეშე და ეს მეტყველებს იმაზე რომ აი რომც უნდოდეთ ამათ რეალურად ამის შნო არ აქვს, ამ კომპეტენცია არ აქვს და ამის შესაძლებლობა მენეჯერული უნარებიც არ აქვს ელემენტარული ახლა. რაზეა ლაპარაკი და ამის გამო ზიანდება მთელი მომავალი თაობა. ცხადია ასევე ამ გადაწყვეტილების მიღებაში ალბათ არ იყვნენ მშობლები ჩართული, ბავშვები, დირექცია და თვითმმართველობაც ასე ვფიქრობ, რომ ნაკლებად იყო ჩართული
ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროს, იმიტომ რომ ყველაფერი გასათვალისწინებელია, სად მიდიან ეს ბავშვები, ტრანსპორტი როგორ დადის, ადგილი როგორ არის, პარკინგი როგორ არის მშობლების მანქანებისთვის და ასე მოკლედ დიდი კომპლექსური პრობლემაა, რომელიც ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად თვითმმართველობაც უნდა იყოს ჩართული ამ პროცესებში. კი, და მშობლების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. მოკლედ, გამოსავალი არის ის, რომ ჩვენ უნდა მოვითხოვოთ აი ამ ფულების რეალიზება, უნდა ძალიან მკაფიოდ გვესმოდეს რა საზოგადოების წარმომადგენლებს. თუ რა ზიანის მომტანი იქნება ეს ჩვენი შვილების მომავლისთვის, იმიტომ რომ მომავალში განათლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ხო ყოველწლიურად ჩვენ ხედავთ, რომ განათლებას გაცილებით უფრო დიდი ფასი აქვს. მშობლობიდი? არაფერი არ ეთყობოდა, იმიტომ რომ დიდი ხნის წინ იყო აქ აქციები. და იმის მერე ხო ფაქტია რომ ეს ფული უკვე გაფლანგულია და ახლა ჭირდება თავიდან ალბათ შუა იმაში გაჩერდა ეთქობა ხო აი ის მეოთხე სკოლა დამთავრებული უნდა იყოს თქვა საძირკველიც არის მხოლოდ ჩასული არა იქ როგორც ჩა საერთოდ შესამშენებლო კომპანიაც შეიყვანეს რა ეთქობა და მაგითო აქ როგორც ჩა დაიწყეს მაგრამ ბოლომდე ვერ მიიყვანო ხო ეგ სხვადასხვანაირი ისენია რა ქვია ზოგან ვერც იწყებენ საერთოდ ტენდერს ვერ იგებს ვერავინ არც უნდა ზოგჯერ ამ ტენდერში შესვლა და ეხლა რომ დაინახეს თან რომ ამ კორუფციის გამო შეიძლება ვიღაცებმა იქ რომ ვიღაცას გადაურბინო შეიძლება საერთოდ უარი თქვა რა და რაც თავარია ეხლა თვითონ ხო ეს აქ წარმოიდგინე ყველა პარლამენტარს ყველა მინისტრს ყველა მოკლედ თავრობაში მოკლედ აი ამ ეგრეთ წოდებულ ქართული ოცნების თავრობაში ვინც არის ყველას ხო კერძო სკოლაში დაყავს. ხო ეგ როგორი ნონსენსია. ხო რომ თავის შვილებისთვის ხო კარგი უნდა კაცო ხომ ერთვა კარგად უნყოფოს, მაგრამ ჩვენმა შვილებმა რა დააშავეს, ხო რომ წარმოიდგინე რომ ადამიანი სოციალურად დაუცველი ხარ, ისედაც გაჭიროებაში ცხოვრობ. წარმოიდგინე და ერთი შანსი გაქვს რომ აქედან თავი დააღწიო რომ შენმა შვილმა კარგი განათლება მიიღოს და მე უმაღლეს განათლება ხო მოანგრიეს და არც მაგის საშუალებას აძლევენ, მაგრამ რომ მე უმაღლესი განათლება მიიღოს და რაღაცა ნორმალური სამსახური ქონდეს ადამიანს. აი ეგ არის მათთვის გამოსავალი და აი ამ გამოსავალსაც უკეტავენ პირდაპირ მიზანმიმართული. 6500 ბავშვით ნაკლები დაიბადა 2025 წელს. შეიძლება მაგასაც ფიქრობენ რომ აღარ არის საჭირო ამდენი სკოლა და რაც უფრო ნაკლები ბავშვი იქნება, მით უფრო ნაკლები სკოლა იქნება საჭირო და ამ 300 კაციან სკოლას აღარ გააკეთებენ და ქუთაისში არის სკოლები ახლა მაგალითად, სადაც 6 პირველ კლასელი შევიდა. ქუთაისში? თუ სოფელში? ქუთაისში არის სკოლა, სადაც 6 პირველ კლასელი შევიდა და შაშან არც ერთ სკოლაში ორი სკოლა იყო, მხოლოდ სადაც კონკურენცია იყო ადგილებზე. დანარჩენ ყველა სკოლაში მათი გათვლები რაც ჰქონდათ კონკრეტულ რაოდენობაზე არც ერთი არ შეივსო. მათ შორის ცენტრალური, მათ შორის პირველ სკოლაში. ხო, წარმოიდგინე, არა ახლა ვიმყოფებით და ეს ყველას ვახსენებთ ხოლმე პირველი სკოლა და მისი დაფა და მარტო წარწერებია დარჩენილი იმ სახელიდან რაც პირველ სკოლას უნდა ჰქონდეს. თან წარმოიდგინე რომ ამ ხელა ტრადიცია განათლების და განმანათლებლობის ქუთაისში, იმერეთში და აი ამ კონტექსტში ადამიანებს საშუალება არ აქვს რომ ბავშვები წარმოიდგინე სკოლაში ატარონ რა. ეს სიგიჟეა უბრალოდ რა. სახელების შეცვლით არიან დაკავებული ახლა მაგალითად პირველ სკოლაში შეუცვალეს სახელი გიმნაზია და არქვეს გორაზე გალაქტიონ ტაბიძის სახელი მიანიჭეს. ეგ არ არის ცუდი, კარგად როცა ცხოვრობ, მაშინ კარგია. ეს საკრებულო და ამას განიხილავენ სერიოზულად და ამ დროს და დემოგრაფიაზე და რაღაცებს ლაპარაკობენ რომ თურმე შობადობა იმის ბრალია რომ რაღაცა ის არისო რა სოფხედველობით პრობლემაო. განათლების იმის სკოლის საბავშვო ბაღები არ გვაქვს, სკოლები არ გვაქვს, ხელმისაწვდომი არ არის. განათლება ჯერ ესე თუ მიიყვანე კიდე და მოახერხესადმე ხარისხიან განათლებას ბავშვი ვერ იღებს. საშინელი ეკონომიკური მდგომარეობა. ვის მოუნდება ეხლა ბავშვს გაჩენა? თან ისიც არის რეზო რომ უკვე წინა წლებთან შედარებით ემიგრაციაში წასული ადამიანები უკვე შეადგენენ მთელ ოჯახს. სადაც ადამიანები აღარ ტოვებენ თავის შვილებს და მიდიან და კატასტროფული რაოდენობა იმ ბავშვების, რომლებმაც სკოლა შეწყვიტეს საქართველოში და სწავლა გააგრძელეს უკვე საზღვარგარეთ. მე პირადად ვთქვას ასეთი მიტოვების მაჩვენებელი ძალიან მაღალია. შეიძლება იყოს თქვა სოციალური პირობების გამო და უმეტესად არის იმის გამო რომ წავიდნენ ემიგრაციაში ოჯახები. რა ვიცი ხო მეტი რა უნდა ქნა არ ვიცი. და სრულიად საპირისპიროს ლაპარაკობ. აი ეგრევე პირდაპირ აბსოლუტურად საპირისპიროს და სინამდვილეში აი კატასტროფა ხდება და
ალბათ ეს საზოგადოება ჩვენი ერთ დღესაც გაახევს თვალებს და მიხვდება ხო იცი ის რო არის რა ქვია. ასკეიმერის დროს რაღაცა მომენტები არის რემისიის, როდესაც შეიძლება უცებ გონზე მოხვიდე, წარმოიდგინე. და მიხვდე რა მდგომარეობაში ხარ. ორი გამოსავალი გვაქვს ამ ქვეყანაში ხუმრობით შეიძლება. ან ხელიდან უნდა წახვიდეო და ან ქვეყნიდან უნდა. თავრობა არის ხელიდან წასული და ჩვენ გვიწევს ქვეყნიდან წასული. არაფერიც ნუ ესე არ ვერ გაგრძელდება დიდხანს ნამდვილად.